საზოგადოებას მოვახსენებ, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არ არის საბოლოო. დროებით ბავშვის იზოლაცია საჭირო გახდა მის მიმართ შესაბამისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური პროცედურების ჩატარების მიზნით, თუმცა გამოძიებას გავაგრძელებთ, ჩატარდება ყოველ მხრივ სრულად და ობიექტურად და მოპოვებული მტკიცებულებები დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პირის დამნაშავე ცნობასთან დაკავშირებით არის სასამართლოს მისაღები, თუმცა მნიშვნელოვანია სასამართლო სამედიცინო, სასამართლო ფსიქიატრო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც უკვე მიმდინარეობს და დანიშნულია ბავშვთან მიმართებით და ეს ექსპერტიზები მნიშვნელოვნად გავლენას იქონიებს მისაღებ გადაწყვეტილებაზე. იმის გამო, რომ დღეს პროკურატურას ბრალდება არის არასამართლიანი, მაქსიმუმ ბრალდება უნდა ყოფილიყო აუცილებელი მოგრების ფარგლებს გადაცილებით მკვლელობა. ბავშვის მიმართ არასწორი შუამდგომლობის დაყენება და ბრალდებამ დღევანდელი აკვეთის ღონისძიების გამოყენებას ედო, ასე ვთქვათ, საფუძვლად. სასამართლომ ვერც კი განმარტა თუ რატომ გამოიყენა პატიმრობა. თავისუფლად შეიძლებოდა 100,000 ლარის გირაოს დამატებით ვალდებულებებთან ერთად საკმარისი ყოფილიყო როგორც ყოფაქცევისთვის ყოველ დღე ის ვერ გაიცნობს დამსახურებელ უფროს პედოფილს, რომ მას ყოველ დღე ჰქონდეს თავისი გადარჩენის აუცილებლობა. შესაბამისად ის გირაოს პირობებში უნდა ყოფილიყო სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თუმცა ჩვენ დაცვის ხარეს გვაქვს შესაძლებლობა 48 საათის განმავლობაში ეს განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში. ყველა საქმეში არსებული და შემდგომში რაც კი დაემატება მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებული სიმართლეს ყვება თავიდან ბოლომდე. მას არც ერთ ეტაპზე არც ერთ მომენტში არ უცდია რაიმე ტყუილის მოყოლა. ყველაფერი სიმართლეა, ამას ის ნიმუშის ოქმებიც და შედეგებიც ექსპერტიზები რაც დადგება და ადასტურებს სრულად, მათ შორის ფაქტის შემდგომი თვითმხილველი მოწმეების, რომლებიც უკვე იმ შედეგს დაესწრნენ თუ საიდან სად იყო, ასე ვთქვათ, სისხლი როგორ ცდილობდა ბრალდებული თავის დაღწევას ამ პედოფილ მოძალადისგან, თუმცა შედეგი დაღწევის ერთადერთი იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გამოყენება, შესაბამისად თავდაცვის რეჟიმში იყო თავიდან ბოლომდე ბრალდებული. თუმცა ვერც ბოლომდე ვერ ვამტყუნებ დღევანდელ, ასე ვთქვათ, მართსაჯულებას, რადგან დღევანდელი მართსაჯულების სისტემაში გარკვეული ხარვეზები არსებობს, იმის გამო, რომ ბრალდება არის განსაკუთრებით მძიმე, არადა უნდა იყოს ნაკლებად მძიმე, ეს გარკვეულწილად სასამართლოსკენ არის მესიჯი, რომ მოდით პატიმრობა გამოიყენეთ. ეს უნდა შეიცვალოს, როდესაც არასრულწლოვანია ბავშვია ბრალდებული, როდესაც მსხვერპლია ძალადობის და სხვა დანაშაულების, აუცილებელი ასე დროს გირაოს გამოყენება. რა თქმა უნდა, თბილისის სააპელაციო სასამართლო ალბათ იმსჯერებს ამას. ჩვენ რა თქმა უნდა პროკურატურას დავანახებთ და სასამართლოში წარვადგენთ, რომ არიან სხვა მოზარდებიც, რომლებიც ამ პედოფილ მოძალადის მსხვერპლის შესაძლებელია რომ გამختარიყვნენ. უბრალოდ შემთხვევითმა განვითარებულმა მოვლენებმა გადაარჩინეს და დარწმუნებული ვარ ამ მოკრულის მხრიდან ეს პირველი არასრულწლოვანი არ იქნებოდა, უბრალოდ მან შეძლო თავის როგორც დაღწევა, ისე გადარჩენა ამგვარად. მან ევნაც არ მიშდე, მან და ორდა გარდაცვლილმა რამდენჯერმე დამპატიჟა სახლში. ერთი თვის წინაც იგივე განმეორდა. მე მასთან მივედი სახლში, თუმცა ჩემი სახლში დატოვება სურდა. მე იქიდან ძლივს გამოვიქეც. Mən saxlamaq istəyirdim, mən qaçdım gəldim. Olsun birinci gün gedəndə. ორშაბათს დამირეკა გარდაცვლილმა. მითხრა რომ უკვე მოორჩით სამსახურს და წავართ რუსთავში. ჩემთან წოდებს შევჭამთ. მეუთხარი დატოვე ეგ ბიჭები სახლში. არსად არ წაიყვანო. ჩემი ძმისშვილი ჩამოსვა და აპირებდა ამ ბიჭის წაყვანას, რომელიც არის ბრალდებული. თუმცა წინააღმდეგობა გაუწიეთ და დატოვა იმ დღეს. მეორე დღეს კიდევ იგივე განმეორდა და წაიყვანა უკვე სახლში, რუსთავში. Yaxşı dedi, telefon keçirəndən sonra burada deyib ki, atan
ძალიან კარგი ბავშვი, კეთილი დამოკიდებულებით არის მასწავლებლებისა და მოსწავლების მიმართ. მთლიანი სკოლა ძალიან დადებითად ვახასიათებთ. პარასკევი დღე იყო ჩვენი სკოლისთვის ძალიან დიდი ტრაგედია, მთელი სკოლა ფაქტიურად გლოვობდა ამ სიტუაციას. დამრიგებლისა და დირექტორის ხელმძღვანელობით მთელი სკოლა ვამზადეს შუამდგომლო წერილს, რომ ამ ბავშვს სასჯელი მაქსიმალურად შეუმცირდეს და მინიმალურზე დავიდეს ეს განაჩენი.